ეთერშია ყველაზე სპორტული, შემეცნებით, შემოქმედებით, სუვერენულ, ევროპულ, აუდიო, ვიდეო, ვიზუალურ შემეცნებით, შემოქმედებით, ყველაზე სპორტული საჯების და ვარის გარეშე გადაცემა ლაილაი. აკეთა დიმამ უნდა გაიაროს ლუკა, ნოდო ეხა გქონს რომ გრაფიკა გავაკეთო დიმამ გაიაროს ის კარტების ნაცვა. ცაკ. სამი დიმა. ჯერ ერთი რა არის ხო ასაბობ აი სიამოვნებას მგურის და ეხა სამი. მიდი აიწყე. მიდი მოგცა პასი კაცმა მოგცა და დაიწყე მიდი. სეტეს ქუჩაზე ვარ 77 ნომერი კოსტავა 77 ვიმყოფებით ბილიბერკის ირლანდიულ შედევრ პაბში სადაც გემრიელი თოხლებია მოდით ლესეთ გასწუხდით და წადით მე ლევან ლელაშვილი იგივე კიჭა რომელსაც ეხა უსწრებ დამარტყა თავში ესეც რო ყოლოდა ფიქს არ მაგარი იქნებოდა ესეთ მდგომარეობაში რა ეხა როგორ ეგზალტირებული სუფთა რა ლევან მადლობა რომ მოხდა ღრმესი მადლობა დაგვაბრუნე ბავშვობა ისე დღეს ჩემი ორი ბავშვობის მემატიანის ხეთქარ უნდა რა ლევანი პასიანსის ამბავში იმიტომ რომ ახალი წელი სანამ დადგებოდა გადიოდა და გიჟები ვითველოდებოდით სხვა არაფერი არ იყო თან და ილუზიასაც უყურებდი ყველაფერს უყურებდი და რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგა მატუკი იგივე დიმა ბემბი საირმე ჩვენი სპონსორი ყველაფერი გადავაბი ბემბის ისია გეო ბემბი იმიტომ დავარქვი დიმას რომ საირმე ჩვენი მეგობარი წერტილი მძიმე დაცდი ახლა დამოწე წერტილი მძიმე არა ის ამ მიშებულია კამასტო ხო ძიმა ძალიან გამიხარდა ძიმა შეინახო, იმიტომ რომ მეორე არხიდან ერთად მოვდივარ. აქვე არის თან და ხო და ეს ძველი დრო ძველ ადამიანს რო ხელ ძველი დრო გახსენდება და ძალიან სენტიმენტალურია. აი ეხანდელი ახალგაზრდებისთვის ალბათ იმდენად ის არ არის როგორც ჩვენთვის რა. მაგრამ იცი ისი ბრალია, შენ ახალგაზრდა არ ახალ. ამ გაგა ახალგაზრდა ვარ. რა, იცი რა არის? მე ვფიქრობ რომ არის რაღაცეები რაც ეხა ამათ ჩემი შვილის თაობას იმას კარგად ვერ წარმოუდგენია ის დროინდელი ყოფა და რა ყოფაში კეთდებოდა ეს ყველაფერი ასაც თქვენ აკეთებთ ეხა ეს კასეტები ეხა ეს იდამ ის მანიკურით გადაწებება და ჩაღეჭვა და რა ვიცი 1000 ეს კოსტუმები და ის ყველაფერი ეხა ის რა გამახსენდა საათ იყო გრიმი მულტიკა ხო გახსოვს მიშა რა დათო ზღონებული 100-იანი ამონტაჟებდა რაღაცა გადაცემას და რაღაც დამეტყვა თუ რაღაც დავავისდა და ვერ შეძლო და მალე არის ეთერში მეორე ახსე ხდება რა და გამოვარდა დერეფანში და ვინმემო რამეო მიშოლეთო რაღაცა და მულტიკა და წავიდა წაშალა ბიჭო აი ეს და ლევან ლეკვეიშვილმა ლეკვეიშვილი კრივის გადაცემა რო თავდებოდა ვაიმეო გაიქცა ბუფეტიდან ქვაბის თავი და რკინისკოვზი მოიტანა და ბიგშერით ხმა გაახსნებინა რომ დამთავრდა გადაცემა გონგი დამოვისდაო და ბიჭო რა სამბო ეგეთ პირობებში მუშაობდი ძმა მაგე და აი ეს რა საკეთებდა მოდი ლევან ახლა მითხარი სანამ იმ საოცარ პასიანსზე დავიწყებ საუბარს აი ეს ვაჟბატონი რა საკეთებდა მეორე არხის სტუდიებში მოდი ეს დავიწყებ რა ბიჭო აი ხა ისეთ სუჩაკეტელი იყო სუჩაკეტელი იყო კაბინეტში მიკროფონთან კითხულობდა კარებს რო გააღებდა ძიმა იჯდა კითხულობდა შენ უვიცო ჯერ ერთი ისიც არიცი ვინ ვარ რას წარმოადგენ და იძახი ჩემი კერპი ხარო რა მე რო დავიწყე რადიოში დავიწყე პიკის საათში მქონდა გადაცემა რამაც ძალიან დიდი სკოლა გამატარა რადიო ხო ძალიან მაგ უფრო თავისუფლად და მიკროფონთან მუშაობა კი მეორე ახსე ერთ პერიოდში ვიყავით პრინციპში მე სერგი მიმიყვანა მე რა კი ახლა სერგი მამა ჩემის მამა და სერგის მამა ბავშვობის მეგობრები იყო და სულ შემთხვევით რა და სპორტ ინფორმს ვაკეთებდით სპორტული ნიუსი გადაცემა იყო რაღაცა ყავისფერი როლინგები და რაღაცა სხვა რაღაცნაირი დრო იყო რა ერთხელ და მონტაჟის დროს ხო იცი რა მოხდა ბოლოში რა ჩველაპარაკო ჯერ ვარ ჩაგთავთ ზამთარის ზმანით პიჯაკით ზაფხული იყო ცხელო და აი ხა რო ცხელა და შესავალი გაკეთა თეთრი პერანგით და მეორე კადრი იყო რომ გაუშვებ ნიუს და მეორე კაცი შედიხო და შებუკლეს რაღაცას უცხელესი მითი რა ქვია და ეგეთ რაღაცები ხდებოდა მე სპორტზე მუშაობდი ისა რო და სხვა არაფერს არ ვაკეთებდი ვიცი რომ იმას არ ალიოში ვიჯექი კიდე და ასე შემდეგ სხვათა შორის იაღლიში ერთხელ ნუ ესეთ იაღლიშები რო თქვათ რა სუპერ VHS-ები რო შემოვიდა უკვე კამერა ხო გახსოვს და აუცილებლად გადაღების წინ უნდა აგეწყო თეთრი ფურცელით ხო ისა რა ქვია რა ერქვა მაგას white balance უნდა აგეწყო ხო რომ არ გამოსულიყო ფჭრელი რა white balance ფურცელი უნდა დაგედო და ეს ოპერატორი აწყობდა white balance და მე მიდიოდა ჩაწერა გადაღება და ვიღებთ რაღაცა მოკლემეტრაჟიანი ფილმი ვთქო ბენჟამინ და ძერჟამინი მე და საწყალი ალეკო თეთრამშვილი თამაშობ ხო და
ოპერატორი არის მუჩიკა. მუჩიკა. ხო. მუჩიკას მოკითხვა კიდე ერთხელ დღეს კი ვნახე, მაგრამ მაინც. ხო და ისა რა ქვია. და ვიღებდით კინოს პრინციპით, ხო? აი აქ რაღაც ერთი გადაგვიღეს, white balance-ი იყო, გადაგვიღეს, მე მეორე იმ ოთახში white balance-ი აიწყო, გადაგვიღეს და კინოს პრინციპით white balance-ი გადაგვიღეს, white balance მეოთხე სცენა, მეხუთე სცენა და ორი დღე მუჩიკ white balance-ი, მუჩიკ და ახლა ფინალი მონტაჟი დაждდა მასალა შეყარა მამუკა, უყურა და ეს ამ ფილმს შავ-თეთრი მოუხდება და შავ-თეთრი გამოჩა. ეს შენი ნაწვალები white balance. დანის კამერა მე შენ გეტყვი კიდევ ნახევარი იყო. არ გენატრება. ნუ ეხა ხოჭა ეს რა არის? ეს არის ბავშვობის მატარებელმა ეს ჩემი შვილია, ბიჭო. ეს იყო შეიძლება ის დასაწყისი რაც გვინდოდა. დიახ, რა გააკეთე? გამოყენე მიწის რომ ეგონა. გენატრება. ბიჭო, რა თქმა უნდა, გენატრება. ჯერ ხო ახალგაზრდები ვიყავით და ახალგაზრდები ყველაფერი გენატრება. ხო, რაც რა. რომც არაფერი გაკეთებინა, გენატრება და მე რა თქმა უნდა ხა ისე მოხდა რომ ჩვენ ძალიან პოპულარულები გავხდით. ქუჩაში ვერ დავდივართ. კი, ეხაც გაგიჭირდება. წარმოიდგინე, როცა ასეთი თან პოპულარობა ერთია და მე გავაცნობიერეთ რომ ამასთან ერთად სიყვარული იყო, ანუ შეიძლება პოპულარული გახდა შეიძლება, მაგრამ გაგინებდნენ. მაგრამ სიყვარული. აი ეს როცა ერთად არის და დღემდე რომ მოყვება. კი. და თან ახალგაზრდა ხარ, ხა ეგ დრო როგორ მოგენატრება. ისე აი ის ნაღდი ამბებია, ქორწილებში რო გეპატიჟებოდნენ და ის სიმღერე მერვე კლასში. ერთხელ იყო კი, მართლა ჯინოსთან მივისა რა ქვია. ვიჯექით რა. ქორწილში ვიყავით თუ რაღაცა იყო, რაღაც კეიქი ხო და ის ერთ-ერთი ფანოღი, მოვიდა ჯინოსთან, უკვე გადის ეს მერვე კლასელებოდა. ჩავთო მერე. ჯინო რომ ხო, ჯინო ხო სოლისტი ყავდა ჩვენი დობის ფაქტორის და ბიჭო, წამოდითო ქორწილში იმღერე თუ რა კარგად ვღერი ხარ თუ რა. კაიფულს გავაკეთებ თუ და არ ვღერი ვარო ჯინო იზა ჩვენო პირს ვაკეთე. კაი რა. მე ნუ მაგიჟე ერთხელ მაინც რომ გაგიქათ ფული აგიღოთ რა პრობლემა იყო, ვერ გავიგეთო. ჩემო ლევან, ეხა ისეთი ჯგუფები მღერიან. არა, იმიტომ რომ ეგ მერვე კლასელო, ეგ ყველაფერი პიჩი იყო, ყველა. მოდი რა, ყველა ვიცი რა ეხა მე ყველაფერი ვიცი ახლოებით, ეხა შიდა რაღაცები არა, მაგრამ იქ ღლოტი, იქ ლევანაჩი, ყველა ეს სიტუაცია გავიხსენებ, როგორ დაიწყეთ ეს რაღაცა საოცარი კოსტუმი ამერიკის ბენდენა და ჩაცმულობა, ისე რასაც მოიხვევდით ის გეცვა. აი რა ჩვენ ხო სპორტულ გადაცემა არა, ყველაფერი. სპორტული თემა, სპორტული ხო უნდა კი, იყოს. სპორტული, მაგიტომ მოგიყვანეთ ეხა ბასიანზე კი არ უნდა ვილაპარაკო. ხო და სხვათა შორის ერთ-ერთი პირველი გეგი ჩვენ გეგებს ვეძახით ამ მოკლემეტრაჟი ამ ფილმს. გეგი ხო? სანამ ამას დავიწყებდით, რა ქვია, მუსიკალურებს. ხო. დობის ფაქტორს, მანამდე ჩვენ გავაკეთეთ სპორტული გეგი, ფეხბურთი. მართლა? ფეხბურთი გვაქვს, რომელიც ეს არის 91 წელია. ძალიან ცუდი ხარისხია, იმიტომ რომ ხო იცი ლენტი რო იმაში რა. დინამოზე რო გაქვთ გადაღებული? დინამოზე რო გაქვს გადაღებული. სერიოზული ტროსიკები როაციათ. დინამოზე გაქვს გადაღებული და ეგ მაშინ გააგზავნეს ოვერტეზე. ჯერ კიდევ არის კავშირები რა, აი ბოლო პერიოდია რა და ოვერტემ გაუშვა რაღაც ცენტრალური თამაში იყო და შესვენებებს შორის გაუშვეს. შვა, ჩასვა. აი ნახე რა გამოგვიგზავნეს ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა და ანუ ის გეგი იყო ოვერტეზე. შენ ბარე ისეც გითხარი ესე რა ქვია, როგორ ჩავაბარე შენ? გპ-ში. დაგისხავ მანამდე უკეთეს. ხო, გპ-ში ჩავაბარე სპორტულისი. ჩვენ ხო სპორტზე ვლაპარაკობთ ეს რა. რა სახეობაში მოვაწეოდით ბატონ ლევან? მოგეთ მამა ჩემს ჰქონდა ნაცნობობა და მე თან არ ვიცოდი საჩამე არ ვიცოდი და კაროჩე ნუ მოგლეთ კაიო სპორტულისია გაგიკეთე. მე მუშაობდა მაშინ კაცო რას ლაპარაკობ. სპორტულისია გაგიკეთეო რა, სპორტულისია გაგიკეთე და მე-6 კორპუსში ქონდა ერთ დიდ ოთახში შევყარეს სპორტსმენები. და ჩემს გვერდით მოჭიდავე იყო ეს და მე ვარ 55 კილო, გავხდარი ღერო. აქეთ მოჭიდავე, აქეთ წყალმურთელი მეჯდა, აქეთ ხო და აი მე ვიჯექი ესე და თქვენო რა იმაში ხარ რა სპორტში ვიყავ? ის ხო იცი ბაღი ქვია. ნიჩბოსნობიდან იყავი ვიდეო? ნიჩბოსნობის მერულე, მესაჯი. ისიც კი არა. ციროზია რო იცვლია. ეგ სპორტული დამიშოვე ფიგურაა მაგნავში. მაგაც ვერ დადიოდი. არა, მაგაზე რა დავდიოდი ეხა ეგ. ვეღარ დავიწყე. აუ ეგ მაგარი ამბავია. ნიჩბოსნობის. ჩემი. მე რა მე მაგრად დავითვალე.
აუ მეიცი აბა. მაგრად გავცურე. აი ყველას რო შიოდა თელ საქართველოს შუქები არის. ხინკლის რეკლამაში რო გადაგიხეს. ო მან ყველა მაგას ყველას ხინკალი უდგება. 91-ია ეგეც. ვაფშე ეგ ერთ-ერთი პირველი ქართული რეკლამა იყო არა? ხო, აი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხო პირველი კლიპი იყო, ნუ ესეთი. სარეკლამო, შეიძლება მუსიკალური მე. სარეკლამო და ერქვა ჯანი ერქვა თუ რაღაცა, ანუ სახში ინტერნეტი იყო ხინკალი რა. ხმართლა, სახში ინტერნეტი. აბა, ოლტიმოლტი სად იყო მაგ? სახში ინტერნეტი ის მივიდოდა სახში. მე ალიკო და ის გადაგივლეს ჯაბა. ჯაბა, ხო. გიორგი ებრელიძე რეჟისორი. 91-ია, ხალხშია, წყურია. და ჩვენ, короче, ხინკალს ჭამს 24 საათი, რატო იცი? კაპიკები ღირდა რეკლამა. იმ ტიპებმა რო გაუშვეს, ყოველ 15 წუთში ხინკალს ჭამს და მეთქი სადარბაზოში როგორ შევიდე ხა. არ მომკლა. შენ რა გადაიხადეს მოგაზრდობით? არ მახსოვს. შენ ეგეთი რა კითხვა? არა, ფული მოგცეს თუ ხინკალი მოგცეს? აღარც მახსოვს. აი კაპიკები იქნება. თარის ლაპარაკები ხო მახსოვს რომ მაგათ რა უჭერს თუ ტელევიზორში არიან და ხინკალს ეგენი ჭამენ და ხო და ერთხელ ექიმთან მივედი, ამტკივდა კუჭი ექიმთან მივედი, კაბინეტი რომ გამოვედი, რიგი იყო რა, ქალები გასული რიგი იყო და ესა რა ქვია. ნაცნობი შემთხვევა. ვა, კიჭა, შენ აქ რა გინდა, ანუ შენც კი ვაკუჭიო, ხო იცი? მე არ უნდა ამტკივდე. შენ არ უნდა. ხო მე ვთქვი გასტრიტი დამიტკისა მეხი და ვიღაც ქალი იყო რიგი. რასაც შენ ყოველდღე ხინკალს ჭამს. ეგრევე მომაძა. ამასობაში მოვიდა. ლევანი ცოტა ნაბახუსები არის, გვიში ცოტა დაულევია და ჩვენი მიდი ამას მეძახი გვარდიოლას სოსისია თავისი соусებით და ყველაფრით ძმა. გვარდიოლას ბარსელონას მეძახი. ეხლა შენ ნაბახუსებზე ტურიკა მარტამა ხო იცი არ შეიძლება სექსი და ჭამაო წმინდა არის ის არისო პირადულიაო. სამაგიეროდ რო დამთავრდა გადაცემა ერთ შენეკე მიეცი. მეგობრებო, ჩვენი უმაგრესი. თუ დროზე აიღებ, კარგია, იმიტომ რომ ის ლესავს. ხო, საოცრად. ჩვენი მეგობარი, კომაგი, რომელიც შეგიძლია. კაცო, ხალხო ფულიშო. დააგემოვნოთ დღეს სხვათა შორის ამ გადაცემას რო წერთ, თამაშობს იბერია და წარმატებები იბერიის კონფერენს ლიგას და ყველაფერს ქართულს უქომაგოთ ქართულით. ასე რომ, აი ახლა ნაბახუსებზე ეს არის 11 მეტრიანი 90-მეათე წუთზე. ისეთი გემრიელია. მიდინო და შენთან არ ხო, აბა მოსე. მიდი. ეს დოგვია ხო? კი, ყველაფერი გემრიელი. ჩათვალე იმ რეკლამას იღებ რა, ოღონდ სოსისით. ამის გადაღების სურვილი არ ქონიათ ხოლმე თუ ტიპაჟურად ვერ ჯდებოდა დილაი პასიანშა სადმე სკეჩი რო გადაგდა. რა შენ ბიჭოსა. იმიტომ რომ იქ იყვნენ ბიჭები იყვნენ ხოლმე. იმას ოთახში არ გამოდიოდა გასულ. ეგ ციგნებში იყო ჩართული სულ. ვერ ხდებოდა. მაქსიმუმ ბიბლიოთეკა და არის. ტელევიზიის არქივი ან საჯაროში იყო ხოლმე ჩაკეტილი. შენ მაგას ყოველ გადაცემაში ამბობდა. ანუ რას ამბობ რომ მე გაუნათლებელი ვარ და უკვე ციგნური თუ რას? არა, მაგრამ ამოქციე. არა, სერიოზულად გეკითხები. არა, მართლა მაინდა კომპლექსი გაქრა მე? არა, მე ამოქციე წინაზე მოვიყვანეთ დათო ტურაშვილი რომელმაც შენ ამოგიყვანა. არა, კომპლექსი გაქრა მე, თქო მაგ თემაზე რომ ვაპარავ. არა, მართლა მაინტერესებს. არა, იმიტომ რომ ჩაკეტილი იყო ლევანმა თქვა. ესე ციგნებში ქონდა თავი და უკვე საინტერესოა. ეს დაპირისპირება უნდა გავიდეს. ეს ვიქნება ეს. ჯერ სადაღა გავიგდებ წიხვეში. მიდი პირველი კითხვით გადადი ლევანთან იქ მოდი ნახოთ ხო, აუ ერთი ისეთი კითხვა ლევან. რა, რატო ნახე წინასწარ? არა, ერთი პირველი რაც ამოვიღე, ეგ ამოშენ დაალაგე ესე. დახურულია ხოლმე. ბიჭო, არა, ეს Facebook-ზე დებს და კითხვები მოდის. ესე იგი ლევან აპრიაშვილი. გამარჯობა ლევან. ვინ უფრო ლამაზია, დიმა თუ ნოდარი? მე მგონი მაგას გარჩევა. მე მგონი მაგას კამათით გარჩევა. ეს აფრთხილად გაეცი პასუხი, იმიტომ რომ შე მაგაზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული. მოიცა ესე იგი თქვენ სპორტული გადაცემა თხოვეთ რომ კითხვები მოგვიწერეთ და იმას ეგონა სილამაზის კონკურსია. სპორტული გადაცემა ეს არ არის, ლაილაი, აი მიდი შეუბერე. ესე იგი ლევან აპრიაშვილი, კიდევ ერთხელ, ვინ უფრო ლამაზია? ბატონო ნოდარი უფრო ლამაზია. მოგეთანხმები. აბა ეხლა მაგას ზედმეტი კამათი გარჩევა უნდა. გინა შინაგანი სამყარო, გინა გარემო. ლექსო გამყრელი. ბიჭო, ხო უფრო ლამაზი ხარ და უფრო ნაკითხი, შე ჩემი სტრულაილა. მედი შემდეგი ლექსო გამყრელიძე. პასიანსი რომ დააბრუნოთ თუ მიიღებდი მონაწილეობას ისევო. შენ გეკითხები. არა, შენ ამინაფიცარ მეკითხება. პასიანსი უნდა დააბრუნო, მე აბა არ თუ დააბრუნეს პასიანსი, ეს უნდა დააბრუნო. მიიღეს მონაწილეობა, მე მეგონა ძიმას ეკითხები. მან რამე კონტექსტია ხო არ დევს? არა, უყურე, მან ხა ამ პოლარიზების ამბავში და რაღაცა, მან ხო იუმორსაც თავის დატვირთვა აქვს. ეხა როგორ გესახება, როგორ გააკეთებდი პასიანს? ალბათ დამოუკიდებლად უნდა აკეთო. და არ უნდა იყო მიბული რომელიმე მაუწყებელთან. რა, მე YouTube-ზე არ გიფიქრია? YouTube-ზე რო გააკეთო მარტო ეს.
ჯერ ერთიც ორი კაცი გამოგვაგდა ეს ერთი. არა, ნუ ხო, ძალიან ლექსო მადლობა კითხვისთვის. მე პრინციპში თავარი ტვინი და თავარი სცენარისტი იყო მამუ გაღლონდი. ხო. ცოცხალია, მაგრამ თბილისში რა გადასახლდა გურიაში. ცოცხალია, მაგრამ ამის ჩვენთვის აღარ არის ცოცხალი. ის უკან აღარ დაბრუნდება, ანუ მამუკა მოგესალმები, სკუტერი მუტე რაღაც ამბავ ჩვენ ერთ კლუბში ვართ. იყო და არა იყო რა. ხო, და ისე აი ლევან, ყველას YouTube-ი აქვს თითქმის, აი ძალიან ბევრი არხი კეთება და აი ესე მარტო შეიძლება პასიანსი არ ერქოს კაცო, მაგრამ აი ესე შენ რო კონდეს არ გიფიქრე. ეხლა მე შენი სურვილია თუ რჩევებს აძლევ? მე არა, ჩემოს ეხლა რა ვეუბნები, მე არ ვაძლევ. არა, მე სურვილიც არის. ათალე ფიქრობ და ეხლა რახან შემოვიდა ეს ხელოვნური ინტელექტი, აი რაღაცა ვცადე სახში რა. რომ ჩვენი პერსონაჟები გავაკეთო მულტიკის და მაგარი იქნება, მაგარი. და რაღაცა იქ გავაცოცხლო სტუდიაში სკეჩები რა. აი, რამოსატან ეხა მაგასთან, მაგრამ აი რადიოში მე მანქანაში ხშირად მოვწეხო. ბიჭიკო სულსვენდი. ხო. ანუ ხვდები რას გეუბნები? და აღარ არის. ხო, რაღაცა ეხა ეგ ახალ პროექტ ამბავია, მაგრამ ნუ ხა ისეთი თემა არ შეიძლება რა მაგების მიძინება რა მე ესე მგონია. ხო და თან არ კი არ გაგიტრაკებთ რა მე ეხა რო გინდა თუ არა გვინდა ჩვენ ბაზარი არის უყურებდით სიამოვნე აგერ მიდევს და ნებისმიერს დააჭირე ხელი მიშობა არ აქვს ნუ და რა სიტყვი. ნუ ნებისმიერს კეს დააჭერ მირთვი ჯერ. ჯიმა კიდე რა მომენტია ცი ჩვენ ვიყავით ეთერში რაღაც 9 წელი რა. 9 ხო. რაღაც ესეა. მე ყველაფერი ცდება იღდება ხო ეხლა ბიჭი სადამდე უნდა მოგესმინა ისიც ხო ხო არა რადიოში ასორებ და რაღაცა ხო მაგრამ იწყება მთავრდება ანუ 20 წელი ხო ვერ მოისმენ არა მაგრამ ნახე ეხლა თავარი ტვინიო წეღარო თქვა იმ ამბავზე რა ღუნწ მართლა გუცხელად გეუნები რა არ გიპირფერებ რო გადა იმ დღეს ჩავთე რა და ბელჯერი YouTube-ზე ამოუგდია და ჩამირთავს ეგრევე იმიტომ რომ ბავშვობ აი მართლა გეუნები გულით მიცინე ანუ დღესაც აი ვიკაიფე და ვიცი ეხლა მე რო წარმოვიდგინე ეხლა რო ამბობ აი მამუკაგული ხო დღესაც რო დაწეროს აი თქვა ერთ ცარია და გაცა პროდუქშენია აი ნახე დღეს რო დაიწყოს და დღევანდელობას აყვეს დღევანდელ ეპოქას აყვეს გონია რომ ისევ გააკეთებს და ისევ კარგი იქნება რა იდეაში კი ძალიან მეჭერია იმიტომ რომ იმპროვიზაცია და ეს ის აქვს ხო ამოუწურავია წარმოიდგინე ისი როგორ მაგრამ ახალგაზრდა იყო მაშინ ცოტა მაგ ბევრს ნიშნავს შუქნიშანზე რომ გააჩერებდა მანქანას სანამ წვანი აინთებოდა სკეჩ წერდა მართლა ხო წარმოიდგინე რა ანუ იმის ცხოვრობდა ეს კიდე ძალკე მომენტია მიხვდი ო რასა ამას თუ დაიწყება ამით დილით რო იღვიძება ამით უნდა იწყო გამო დაიწყო ამით სხვა რამე არ უნდა აკეთო და მე როგორ გავიზარდეთ, ავიც ოლშვილები, მე ის წამოიწყო მეორე გადაცემა მეშვიდე სტუდია გააკეთა და მე გაძნელდა მაგისტრის და ბოლოს იმიტომაც მე უნდა დავიხურეთ და ისეთ პერიოდში აკეთებდით ამას, რა ქვია, ეგეთიც პერიოდიც ისეთ პერიოდში აკეთებდით, ტყვია და ტანკი რო ის იყო მოდაში. კაი და არ კარგი გთუნდებოდათ გარეთ, აი რომ გამოდიოდით, რაღაც არ ქონიათ პრობლემები. პრობლემა საერთოდ ბიჭო, პირიქით უყვარდა. არა, უყვარდათ ერთი, მაგრამ ხო არის საგიჟეთი იყო გარეთ რა. არა, პრობლემა უნდა. ჩვენ მხედრიონსაც უყვარდით, პოლიციასაც, მილიცияსაც და გაისაც და რა ვიცი. მე აგერ პირველ ეთერში მოდიოდი იმისი კაცო, ალიონში რომ უნდა დაჟდარიყავი 80. აი, თუ ანქანას ტყვია მოხდა. მანქანა ისე რომ მოდი პირველ დღეს, ბიჭო. და ის ებრალიძეს ესკორტი კი ეს გადაკეტილი იყო რა ხო ტელევიზიის გადაკეტილი იყო მაგას ადამავიწყებს ხო რაღაცა ღამე მოდიოდა ღამის მონტაჟიდან წამოვიდა და არ გააჩერა იყო დაუშვა ესროლეს კი ვიცი ეგენი ზუსტად აი მაგას ხა რაღაც მოყოლაფრო რომ დავიწყო დააშორა მართლა პური იყო ხო ხელფას ჩვენ ახლა ჩვენ ხელფას ხო არ ქონდა მე რა სპონსორობა დაიწყო და რაღაც კაპიკები არ იყო კაცო მაშინ ცოტ არა პური ჩვენ ანუ ისა რა ქვია. პური ახლა ძალიან უტრირებული ხარ. პურს არავინ არ გაძლევდა ხელფასად. ეკას მეუღლემით რა ჯავახან პირველ არზე მუშაობდა მანამდე. ზაზადარასელს ყავდიო მეორე პური და ღვინო მაშინ დაემატებინა უნდა. ოპერატორს ზოგს ნახევარი პური ქონდაო და ზოგს ორი პური. არა ეხლა სისხლია და ჯავახა გითხრი გეკაიფება შეჩემა. რატომ ეკაიფება? პური არა ბრინჯი და გრეჩი ხა და ის იყო კიდე. ბიჭო გატალონები. და ტუშონკა კონსერვები. შენ მით უმეტეს უნდა გახსოვდეს რიგები. ჩემთვის პური გარავის არ გადაუხდია ფული ისა ხელფასით მაო. სამოქალაქო ომი რომ მიდიოდაო ტალონები. სამოქალაქო ომი რომ მიდიოდა არც პური ისოვებოდა და ტალონები ქონდა ძმაო და გავიგე კაცმა მითხრა მუშაობდა მეორე არის მე არ ვიყავი იმ დროს მე არ მუშაობდი. მე ეთქობა შენ რაღაცა მაფიური რაღაცა არა პირიქით მაგას
ხონდა პური მაგარი ჩანთუშალიჩია თო ბენზინის ტალონები და კარაქის ტალონები პური ტალონი შაფრეთები გავიარეთ ლევან ჩემი და აი ესენი ბიჭო აი ეს ხალხი აი ესენი მეც ვდგარ ვარ პურის ლიგში ერთხელ პურის ლიგში მივიყავით კაცმა რაჟოკი დაცალა შენ სხვავრია სხვა რამის მოვიდა ვიღაცა ბუშლატიანი ტიპი გადმოვიდა ვილის და და მისცა გავიწიე წაიღო ბენზინზე იყოს უომები ბენზინზე პურის ლიგზე მაშინ იყო ესეთი ანეკდოტი ვიოდა ხო და რატო ისე ინსპექცია რო გაგვაჩერებდა ან კიტოვანზე თუ მოუყვებოდი ან შევარდნაძეზე ნუ ეს იყო აი აგიტაცებდნენ კოცნიდან გაგიშვებდნენ ევასებოდათ ესა ხო და შევარდნაძეზე და პურის ლიგზე დადიოდა ესეთი ანეკდოტი რომ ისო დილის 4 საათია კოცონი და დაწერილი რიგის რა ქვია ნომერი ხო ნომერი რიგის და ცივა იყინებიან და როდის მოვა ეს პურის მანქანა შევარდნაძე შენი დედავადია შევარდნაძე შენი დედა ნუ რიგი იქნება და ერთმა უცებ გაჩერდით მე ხლა მომივიდა ინფორმაცია რომ შევარდნაძის დედა ჩამოვიდა თბილისშიო გვალბახთან ცხოვრობდა მაგაში და თქვენ აქ იგინეთო და მე ხლა ფეხით მიდივარ საბურთალოდან ვაკეშიო უნდა ავძრე მეოთხე სართულზეო და რეალურად ხო და თქვენი დეგი და იგინე და ტაშით გააცილა რიგმა გავიდა 2 საათი ხო და ხედავ რომ ტიპი ჩუმად შემოიპარა ისე რიგში დადგა რა მოიცა შენი ისა რა ხარ რო გასო რო წახვედი დიდი სამბითო ქვია გვალბახთან რომ მიდი რა ქენიო რიგი იქ უნდა ნახო მაგის სხვადასხვა მოი სანაგვი ამას კითხავ ეს გამახსენდა ეხა ბილი ბერკის ირლანდიური პაპში ვიმყოფებით გარემოს კი ხედავ ლევანს ნაღდი სპორტული გარემოა და 77 ნომერი კოსტავასი გინესი ყველაზე მაგარი ყველაზე кайფაში კაი ხალხი კაი მასპინძლობა და სიგრილე და ყველაფერი რა შეგილიათ კოსტავა 70 სენტე სი და უნდა გამოიწეროთ აუცილებლად უნდა გამოიწეროთ და ეხვიდო და ლევან სპორტ კაფეს ამბები მინდა გაიხსენო რაღაცები იყავი შენ იქ მე მახსოვს და რაღაც კაი შეხვედრა ქონდა და თუ გინდა კიდევ ვილაპარაკეთ ერთი წელი შეჭამე სპორტ კაფე არა მოყვები ხო სპორტ კაფე მაშინ ცოცხალი იყო მიშა ახვლედიანს მიესალმები მაგარი მაისურები ეკი და ხელმოწერები და მაგრამ ევასებოდა სუმან დავდივარ დაბადების დღესაც კი ვიხდი მანდ კი, კაი კაფე იყო და მიშას ნამდვილად გემოვნებით გაკეთებული და მიშას გემოვნება არ დაეწუნა. გული და სული ჩადებული ქონდა და მისა რა ქვია. რაღაცაზე ვიყავი მისული და არ ვიცოდი დინამოს რაღაც შეხვედრა იყო რა, რაღაც გონი არ ვიცი, იუბილე. ეხლა გვარს რო იტყვის რომელ წელს ვიხდები თქვენ თო რამდენიდან ამბავსვამოთ. ძველი ამბავია ხო, იმიტომ რომ გვერდზე მომის და რამას შენგელია. სონებული ხო და რაღაც გამოვილაპარაკეთ ახშებით პასიანსი რაღაცა აი ხო და მეუთხარი ბატონ რამას დინამოზე ანეკდოტი უნდა გაჩუქომით. კიდე აბა მომიყევიო და მოუყევის ძველი ანეკდოტია რა ვიცი გეცოდი მათელოთ. დათა თუთაშხიას რო ეტყვიან. ხო. ბატონო დათა გადმოდი დინამოში ვიცი? მე. უკვე დასაწყისი კარგია. გადმოდი დინამოში. ანუ თარობა მიმართა. ემვდეო რა. გეყოფ აბრაგობაო. იმვდე. გეყოფ აბრაგობაო, ტყე დადიხარო, აღარ დაიღალიო. გადმოდი დინამოშიო, ნიჭიერი კაცი ხარ, გამოგივაღო. ხო და შენს დაანებებ თავს მიხედიალე და თქვიები და ხო და ჩვენც ჩაგვეთლება მუშას შენს და გადმოდი დინამოს მიხედე წინ კაი დიდი გეგმები გვაქვს. არ გამოექსაგო რატო არ გამო გაიტანს მუჯირი თავის კარებში გოლს და დამამბრალებენ მე რამაზი მოკვდა სიცილი და მოტრიალ და უცებ ჩვენ ზურგიძი ვართ უკან ვინ შემოდის აღარ ვიცი ვერ ხედავ და შემოტრიალ და მუჯირი მოდი ნახე რა მაგარი და ვაი მოგაყოლა იქაც არა გავიპარე ვიცი სვათაშორის ბიჭები რობზივართ ალბათ თქვენს თქვა დინამო და დღევანდელი საქართველოს ნაკრების შეგიდარებიათ რაღაც ვარიანტი ხო თქვა კი რა თქმა უნდა ხო და აი ახლა ამ გადასახედიდან ჩანს რომ 5 ხვიჩა ყვარაცხელია ვყავდა მაშინ იდეაში რა. ხო, იდეაში მაშინ ტექნიკური თვალსაზრისით ძალიან წინ იყო. ეს დინამო მოუგებდა. ნუ აი არავინ არ არის, იმიტომ ფიზიკურად არ მოუგებდა. მან თქვენს ბევრი ნიუანსებია. ყოველ შემთხვევაში აი ეგ თამაში რომ გაკეთდეს ამ ხელოვნური ინტელექტით რომ რეალნი თამაში რო იყოს რა შეიძლება პარამეტრები. არა ისე სანახავად ბიჭო. ერთ რამეს გეტყვი რა, მართლა სერიოზულად გეუბნე. ეს ბავშვები ხო იცი ხა ჩემი ცნებლებიც იცი და რა იმის მერე აი ძმაო ყველაფერი აი ესეც ნაკრების არის და ნუ ეს ჩემპიონთა ლიგის არის ეს სხვა ისტორია. ეს ჩინურია.
გაიგე. მე სერგი ვარ გვარჯელად. ლევან, ვაჟაშვანი. ეს შეგილია შეუკვეთო და გაიგეკეთე ბერცასაც. ვაჟაშვანია წარმოდგე იმ დინამოს. რაღაცას ყვებოდი მე თუ არა? არა, რაღაც ვექ თქვი ორი. არა, არ ყვებოდი. ხო, მე ბაუსავ. ეს თავობა თქო, ხო ძალიან მაგარია მეთქი. ძალიან. ახალგაზრდები და აი ამ თაობის გულს შემატკივარიც უფრო ახალგაზრდო ჩვენთვის ეხა ბედნიერება და ის გზნობა გაქვს რომ აი კიდე კაი მოვესწარი და ამას სხვა გზნობებია. ესენი ელოდებიან რომ გავლენ სოფლიო ჩემპიონატზე გავალთ. ესენი ელოდებიან რომ კლუბი ჩვენი რომელიმე რაღაც მოიგო. მე ერთი სული მქონდა რომ ოღონდ აი 26-ში რაც მოხდა ის მომხდარიყო. ეხა მე შემეცვალა უკვე ვეც ოპტიმისტი ვარ და მე რაღაცის ჯერა. მაგრამ აი ამ თაობამ ვერე ვიტრაკე მე ხომ რომ გაატრაკეთ ამ ძველი წარსული და ბიჭო აი ყიფიანი დარასელია ესენი უნდა იცოდეთ მაო შენგელია გუცაევი არა ეხა ყველას ვერ ჩამოვთი თელი დინამო იყო არა ესენი უნდა იცოდე გაიგე ისტორია შენი უნდა იცოდე და მე რომ მეკითხებიან საუკეთესო ფეხბურთელებში ხუთეულში ყოველთვის დათო ყიფიანს ვასახელებ თუ იქვე შემიძლია დავასახელო რავი ჩივაძე გუცაევი გუცაევი რა ვინც გინდა ობიექტურად მე ვიცახი რომ ზიდანის დონის იყო ყიფიანი მე ვიცახი რომ კინკლაძე შეეძლო მესის დონის ფეხბურთი ეთამაშა იქით უკან თაობას თუ გავყვებით საერთოდ ხო ხურცილავა და ჩაყევი და ხვალ ეხა მუთაზე ლეგენდები იყო და არა ეს ისტორია არ უნდა დაიკარგოს და მე წასული კი არ ცხოვრობ კაცო პირიქით ბოჭა რა მაგას ცუდი იმით არ უნდა დაკმაყოფილდეთ არა ცუდი არ არის მარტო იმით ცხოვრება იყო აქამდე გარკვეულ პერიოდამდე ისი მარტო ის კი არა ძიმა აი ძველების თამაშებს ფეხბურთს მე მაგალითად დღევანდელ ბავშვებს ვაყურებინები ხო რო რაღაცა კი მეთანხმები რა ისე რა სუდია რომ ძალიან ცოტაა რა ფირი რა შემორჩენილი თასების თუნდაც დინამო ლივერპული დინამოს თამაში როგორ იხსნებოდნენ რა პასები რა დინამიკა ეხლა რო უყურებ აი ამ გადასახედიდან ხედვა მოენდის გაჩერება ბურთის ლევან ვერ დავამთავრე წეგან აი თაობებზე რომ ჯვანია ხო ვაჟაშვანია გასულა თუ გაიქცა ვაჟაშვანია შემოვიდა გაიქცა აი ეხლაო რა რამდენიმე დღის წინო შემხვდაო ჟურნალისტი და ესე მომაჩეჩაო ეგრევე ვაჟაშვანი ინტერვიუს ქუჩაში ჩამწერა და აი ეს თქვენი თაობაო თუ აი ეს თაობაო რომელი უფრო მაგარია ვინ მოუგებდაო და მოკლედ კითხვებია და რომელი ჯობიაო და არც დავფიქრდი ეგრევე ეს თაობა უთხარიო და ახალი თაობა კი მივხვდი საითაც მიყავდა რა საუბარი მე კი რატო იმიტომ რომ ეს არის ერთი ოჯახიო ჩვენო სამწუხაროდ ამიყავდა ერთიანობა არ ქონდაო სხვა სისტემა იყო რა სისტემაში ხო არსებობდა ხო რაღაცა როგორც მივხვდი რა ჭამდითო რა ესენი თავისუფლები არიან ბიჭო ვაფშე ნო და საერთოდ სხვაგან არიან ეს კიდე ერთი ოჯახიაო ხდები ერთმანეთი სიყვარულია სხვადაირი და იმ ძველ ნაკრებზე არ ვიხმარ ცოტა წინა ნაკრებიდან განსხვავებით ესენი სპორტსმენებად ჩამოყალიბდნენ იმას თვითონაც აღიარებენ კაცო იმ რომელ ნაკრებსაც გულისხმობ მან დასამალი არაფერი არ არის წინა თაობას გულისხმობ რა ხო და თვითონაც ამბობდნენ ეხა ეს გუნდური სული სულ სხვა არის ეს მენტალიტეტი ამას შეეცვალათ არ ეშინიათ არაფრის კიდიათ აი ესე რო ვთქვათ და არიან უბერავენ რა და ეგ ევროპულ კლუბებში საშუალო არის თუ ტოპ კლუბია კი თამაშობენ ფიზიკურადაც უძლებენ გუდუმო რა იაშკა ყავდა გადაცემაში და გუდუ რამდენიმე თვე აღარ შოკოლადე იძახი შოკოლადი არ ჭამია ისე ემზადებოდა ლუქსემბურგთან მაჩამდე რომ შოკოლადი არ ჭამა ხვდები ხა და ისინი ვინც არ ღვევდნენ და ვისაც მოუყოლია ლუდი და მოდი და მე ერთხელ შოთა გამერთო გადაცემაში რუსთავიორზე რო ვიყავი საწო კობი, ისეთი რაღაცები მოყავდა. გუნდიო ჯინსებზე წავიდა თამაშის დაწყების წინ მე ვეღარ ვასწრებით ბულგარიები იქეთ ბულგარეთთან რო ჩავიჯით ხო. ანუ მე მაგ როგორც ფეხბურთელებს კი არ ვაკნევ კაცო და არც აყიდურს არ ვეუბნები. უბრალოდ არასებობდა ეგ თემა და დღეს სხვა არის, ნო დღეს ძალიან დიდ ფულს შოულობთ ან შენი პროფესიით, ყველაფერს თავი დავანებოთ კაცო. არა სისტემაში ზიანა რა სისტემაში ზიანა დისციპლინა აქვს მენტალიტეტი კარგი აქვს ევროპული ყაიდის ტიპები არიან და თამაშობენ უბერავენ რა დღევანდელი იუმორზე რო არ კითხო შანსი არ არის რა დღეს რა იუმორიც არის ამდენი წელი აკეთებდი ქმნიდი იუმორს ესე აქტიურად შეიძლება აღარ იუმორი გეპასუხე თუ გინდა ხო აი დღეს რა არის იუმორი როგორ არის სად არის რა სიმაღლეზე ეს იუმორს დაენძრა მიყვება ფუტბოლს თუ არა ხო ფუტბოლს ვერ მიყვება იუმორს დაენძრა მაგრამ იუმორს გაგეთ ძნელია რა ძალიან ძნელია ანუ ეხლა როგორ არის წინ პოლიტიკამ შეჭამა მე გეუბნები ჩემას ვამბობ მაგალითად რუსეთში ხო სცენარისტების ის არის სასწავლებელია გესმის ფაკულტეტებია იუმორისტული მიხდი ზოგადად სცენარისტი ჩვენთან ახლა არ არის ამბავი რა მოცა სცენარს ასწავლიან სცენარისტებს ხო მაგრამ ნუ არა იუმორისტული შეიძლება სხვა ხო და იუმორისტული შეიძლება რა გაკნახო პლუს 2-ია ნორმალია რა არა ხო და იუმორისტული ასწავლიან ესე ხო მაგას ვიძახი რომ აი კვალიფიცია ანუ
ესეც იმის დონეზეა რა, მოყვარულთა დონეზეა. ფაქტიურად ინსტიტუტის კავენები ზრდიან მსახიობებს და სცენარისტებს და აი ამ დონეზე ვარ. კი, რუსეთშიც ესეა, მაგრამ აი იქ მე რაღაც პროფესიონალურ ხარჯს უმატებენ რა, აი რის ხარჯი არ ვიცი, მაგრამ იქ რო დაჯდებიან, ნუ აი ვაი. რატო დაერხა? როგორ არის იცი? დიდ ქვეყანას არის დიდი ეკონომიკა, ინდუსტრიები მუშაობს. რახან ფულია, ფინანსდება ინდუსტრიები. და ჩვენთან ახლა მომღერალები, ჩვენი მომღერლები ცხოვრობენ იცი რა ქვია, სიმღერით ცხოვრობენ. არა, სამბო. ინდუსტრია 1000 ერთხელ თუ რეგაცა. ინდუსტრია არ მუშაობს, რა ფინანსებს. თბილისი, მაგიდებს კარგად ქუთაისი, ბათუმი, სამი ქალაქია, და კონცერტი სამჯერ ჩაატარებ და მორჩა. ესმის, ანუ ინდუსტრია რო ვერ ფინანსდება, იგივეა მომღერლებში, სცენარისტებში. ერთ რას უნდა კითხო, რაც ყველას ცნობილია და რაღაც შენ გეკითხები რა. ყველა ვიცით, ყველაზე დიდი კომიკოსები, რომელიც უკტავია და ჩარლი ჩაპლინს სადაც დავინახავ, ყველა გვერდს ხელს ვაჭერ და მოხდები, ანუ ამ დროს ცხოვრებაში იყო აბსოლუტურად ტრაგიკული რაღაც ხანანერი ტიპი, იგივე ლუი დე ფიუნესი, იგივე კომიკოსები, გენიალური ტიპები რა, ხო, იპოლიტე. გარდა ჩანტლაზისა, აი ჩანტლაზე როგორ ჩანტლაზთან მქონდა რაღაცა შეხება კი და ძალიან რთული, აი სტენდაპები რო არის რა. ხო. აი წარმოვიდგინე ხა რა, სტენდაპით გეხან, ამდენ ძალიან რთულია. არ უნდა ჩაიჯო არა ბოდიში ესე ო, ეგ არის. და რამხელა პასუხისგებლობა არის. სტენდაპი ხო აი ჩვენთან იყო მცდელობა და მე ვიწყება და ქრება რაღაც. ნუ ჯერ ესეთი შეიძლება ისე ვიქნები საქართველოში ვერ იზავ და ანუ კომერციალიზაცია რო ვერ ხდება. სტენდაპის თუ შეიძლება გაგლახოთ. ბიჭო, ხო, გააჩერა თან ენას. ტიპებს ხო დასინი იქ. აქ ბიჭო სხვანაირი თემაა რა, მაინც ჭირს რა. ხო, მაგას ქვია ცეცხლში გატარება. ხო. შენ გახوارგესტია თვითონ. არა მე ცელობა მქონდა სტენდაპის და ვერ მოუყარე თავი, ანუ ვერ ნახე ადამიანები, ხო და მე რა სხვა თაობამ ბიჭებთან დაიწყეს რაღაცები ნახე. კი, ვიცი, მაგას მახსოვს მე ეგენი, ხო. თითქოს ცუდი არ იყო, მე მაგრამ ჩერდება მაგას ვიძახი. კულტურა არ არის თითქოს ჩვენთან რა. ლევან, ხო, ანუ აი ეს მონოლოგის ეს არის საესტრადო ნომერია რა. ხო. და ესტრადა ჩვენთან არ არის პრინციპში რა. რაღაცა ვერ იყიდებს. არ ვიცი ენის ბრალია, ენა გვაქვს რთული თუ ყოფა სხვანაირი, აი და ყოფიდან უნდა წამოიღო, ხო ეს ქვია ხუმრობები და რაღაცეები. ხო, აი რაღაც ვერ აეწყო თითქოს, ვერ აეწყო. მაგრამ ნახე აი დაფინანსება რო ახსენე რა, ეთქობა იწება მე რეკრება. აი ქვენ რა, მაშინ რო დაიწყეთ ხა. ხო. ჯვარი წერე ხა, ტანკები და ისინი დარბოდნენ ავტომატებიანი ხალხი და დაფინანსება ჩვენთანაც არის. არ იყო მაგას გეუბნები და ესე იგი რაღაცა ენთუზიაზმი ქონდა იმდენი დაიწყეთ. ეხლა რა იყო მაგას როცა იწყებ, მე არ ვამბობ რომ 50 წლის კაცაც ენთუზიაზმი უნდა კონდეს, ეხლა ოჯახი რო ყავს, მაგრამ როგორც დაიწყეთ, თქვენ ხო ენთუზიაზმი დაიწყეთ არანაირი. ჩვენ პასიანსით ოჯახებს ვერ ვარჩენდით. კი ბატონო. გარდა აი ახალ წელს ვატარებდით. ხო, კონცერტი რაღაც თორე და ყოველ წელს ვიყავით დაშლის პირას მაგიტო რა. მაგრამ აი მოდი წელსაც და ესე ხო, ამიტომ ეს აი ამ ზღვარზე გავდივარ. არა, მაშინ ეხა შენ რასაც ამბობ, მაშინ ოჯახის ჩენა, ეხა გავლილი გვაქვს ერთად ეგ პერიოდი და ვიცით რაც ხდებოდა რა. მართლა მე კი არ ვიძახი რომ რაღაცა დაღუპულები ვიყავით და დაქცეულები და ისეთი. ეხა მე მაგალითად ეხა არ ვიცი პირველი დღეებიდან მახსოვს სად როგორ მივედი, სად როგორ დავიწყე და რა ხდებოდა საერთოდ, ხო? რა მოცულზე იყო ლაპარაკი. არა თან წლები იყო ესეთი ვერ მოითხოვდი. იმე ყველას უჭირდა კაცო და ცოტა ისეთი მომენტი არა შეგუებული იყო. ნავთის სულში გაზრდილი თაობაა რა, ეხლა $100 არჩენდი ოჯახს მთელი ჩემი. კი. არა, ო სარბიაში დავიწყე და თავიდან არაფერი და 100 მანეთი თუ რაღაცა მქონდა თუ რაღაც. კუპონი მოესწრო. კუპონი თუ რა ვიცი რა იყო ხო. ოპერაცია ცხვირის გელაშვილთან გავიკეთე კუპონები აკეთებდნენ ოპერაციას. შენ თუ აკეთებ ეს როგორ როჟა, იცი გონია რომ ამის დაბადების ფერე დაიწყო საქართველოს ისტორია. აკეთებდნენ მაშინ ოპერაციებს. აკეთებდნენ. მაშინ ჩემისა შენ რო ქირურგები ყავდა და ექიმები და ეხაც რო ყავს ეგეთი. ოსმენის უნარი და ლუისტრი მაგას. აკეთებდნენ კი არა. ჩაიჯო ეხა გაიგე და ამასტორე შეტევაზე გადადა. გადავახვიოთ ვარზე. აკეთებდნენ მაშინ ოპერაციებს. აუ რაიცი. შენ მაშინ დოდა ბენზინიც იყო, მანქანა სიგნალი არა, ჰქონდა. ესეც დაფრინავდა. აცარე კაც. ესე რომ ცხვირი აათავო ხლა აწიო კუპონი გამოვიჩდება. აქ დაკერებ კუპონი და გადაწერე. ჩავასმევინე სხვათა შორის. სხვა რა მეუთხარი უბრალოდ მოსმენა არის სამწუხაროდ. შენ თუ აკეთებდი ხო? დამატებით ხო? მაშინ აბა რას აკეთებდი? მაყუც როგორ ჭრიდი?
აი ეგ არის ოპერაციებს ვაკეთებდი. რაო? ვის ოპერაციებს ვაკეთებდი, თქვი? ვისი ექიმი ხარ შენ? შეკარე. შენი ბავშვობა. ჩაწერეთ ბავშვებო ექიმი. აცალე. უროლოფთალმოლოგია ეს არის. კაცი. აჰა, დიმაჟანი წავიდა. მომღერალი ვარდი ეტოვამო. არა, მომღერალი, ოპერის მომღერალი შევა ექიმთა რა. ექიმო, მიშველეთ რამე, მიშველე ოპერის მომღერალი ვარო და ერთ კვირაში ლასკალაში მაგ კონცერტი წამოვიდი. ამხელა მოლენა და რაღაცა ხმა ვერ გავიგე, ისი ბრა ცივი არ დამილევი. გასინჯა ამან აქედან ყელი ჩახედა, ჩაყვა, ჩამოყვა და შარვალი ჩაიწია თუ? შენო ვიზი, იმხელა ინსტრუმენტი დაგაგბერტყაო, ღმერთმაო და ამ წლებში კიდევ გაიზარდა, ჩამოიწედა და იოგები დაგიკაჩაო. ეგე და მაგას ეხლა ცოტა მოვაჭრათო და აიწევსო, გაიგე? მოაჭერი მაგის დედას. მოგეთ მოვაჭრეს ეს ტიპი გაფრინდა და ორი კვირის მერე ბრუნდება ამანქიმთან. დიარამ. შენ გაიხარე ექიმო. აუ ისე ჩავატარეო კონცერტიო. ბრავო, ბის, კონტრაქტები, აფიშები, ჰონორარი, აი 5-იანზე. ყოჩახ, მაგრა გააკეთეთო. მაგრამო? რო ჩამოვიდი, ახლა ჩემი სული მიჩეული იყო იმ ზომასო და. ეხლა მითხრაო, გეყოფა შენ სიმღერა უკვე დაბერდიო და მოიკერე უკან სადი ექიმთანო და. მომაკერე მაგის დედაც როტირო. აპაპაპა, მაგას. დილა არის ექიმი. ნოდარა სხვა შორის არ ემუქრება ხვის დაკარგვა არც ერთ პუნჩი. დიმას ბავშვობის ნახე რა ხმა აქვს, ნახე, საერთოდ არ უკაჩავს, საერთოდ. დიმას ბავშვობის ნახვა, თუ გინდათ დიმას ბავშვობის ნახვა YouTube-ზე ჩაწერეთ ექიმი. რისი, უთხარი ხალხ, ნუგა კომპლექსი, ნუგა, უთხარი. და ბავშვი რო უთხარი ნუგა კომპლექსი. ფოტოით ექიმი. აი ეგ არის დიმა. ეგ არის 4-0. და აი კიდე და თქვი, უთხარი ხალხ, დაკომპლექსებული ნუხა. ნუ იქნებ მაგას თვალში არ მოვარტყა. ნუ გეშინია ლევანს არ მოვარტყავდი. მეორე ლევანი. ყელყურცხვირის ექიმი ბრძანდებითო, იცი ეგ? არა. მაგრამ ეს თემა დავამთავრე. მიდი, კაცო, აია. ეს თემა და კაბინე, ყელყურცხვირის ექიმი ბრძანდებითო? კი, მობრძანდითო? მივიდა ეს ტიპი და აი ნახე ექიმო რა მჭირსო და შარვალი გაესა და დაუგდო ინსტრუმენტს წინ. გაწითლებული რაღაცა ჩაძაღლებული. გასიებული. შენ ნორმალური ხარ, ეუნე. ყელყურცხვირის ექიმი ვარ და უროლოგი თუ გინდა გვერდითო და გადი აქედან გააგდებს იქ გვერდზე. მეორე დღეს ისევ კაკონია. ყელყურცხვირის ექიმი ხო გძენდი? კიო. აი ნახე რამჭისო და ამოიყო. გადი აქედან მოგეთ მესამე დღეს რომ მივიდა, კაი გისმენა, აშია საქმე. ექიმო არა ნამდვილად თქვენთან ვარ და ეხლა მომისმინეთო რა. მოკლედო ესეთი ბრგვალი მაგიდა მაქვს სახში და მეგობრები ვიკრიბებითო და დავლევთო არახსო ტეკილას ლუზავაყორო თრებით შტერდებითო და მე გვაქვს ესე თამაშიო რა. გვამგიდა ხო მოგეთ დგებითო ასე ჩავიხდითო ჩარვალს და ყველა თავის ინსტრუმენტს დააწყობსო წინო. ერთი იღებსო ბეისბოლის ბიტასო. ხო სპორტული გადაცემაა. ბეისბოლი. ეხლა ფიქრობდი ცოტა თემატურად გავაправოთ მეთქი რა. ბეისბოლის ბიტას იღებსო და შენ ხელები უკანდა წაიღო ხელს ვერან ხელს მარტო ეს დევსო წინო. ხელის ვერ მოკიდებ უხელები უკან გავხდა. ესო ყვირისო ბინგო ყვირისო და იქნებსო ბეისბოლს და შენ უნდა გასწრო. ხელო თუ გასწრო. მე რაშუაში ვარ ესეთი მეუნება. აი მე რაშუაში რა გავაკეთო? ბიჭო ბინგო არ მესმის ბინგო. ყელყურცხვირის ექიმთან. ნოდარ, ეხლა ჩვენგანს ავიღებ და ვითამაშოთ. მოიცადე ბინგო. მეგობრებო, ჩვენი ამიგო, ჩვენი ნაღდი კომაგი, ჩვენი გადაცემის კომაგი თუ არის და ყველაფერი ქართულის კომაგია და ასე რომ შეიძლება ხო არ გიკაჩავს. მიკაჩავს უკვე. ჯერ ეგეთიც უნდა დამაცადო, როდესაც სპონსორს კიდეში თავიდან უფრო კაი გამო. არაფერსაც არ ვიტყვი, პასუხი შენ აგები. ოი დედა. ბინგო. კითხვები არ არის კითხვები. და თავ კი, კაცო, როგორ გამოვისწავე. კითხვები ბევრია, მიდი. უი, რამდენი ყოფილა მართლა? კიდე კაი გამახსენე, ვარში არ მახსოვდა. სანი ჟღენ. კარგად წაიკითხე. სამი ჟღენდი? სანი ჟღენდი. სანი. სანი ჟღენდი.
ჩვენი მოტო. აიმე. ჩვენი- ეხა ამდენად ველაპარაკე, ბიჭო, რა დამხდება. კი, გუშინ დამიწერა, გუშინ ვაიცა, დაწერა. კითხვა ნახე, მაიცა, სანი, კარგი, ეძე. გვიყურე? მოგითხარი გავაჟღერებ თქო. სანიშღენტი, კიჭასთან კითხვები არ მაქვს. ვისაც ხონდა, ყველა კუკიაზე წევს. მე ვასა ეგრევე გადმოვიტანე. რას გულისხმობ თუმაზგაბიც? გაიხუმრა. დააბრინდე ხალხი, ბიჭო. ურტალო ხარ თუ? კუკიაზე, შენი შემწუხებელი, არა, ეგ მეტად ხარ ხომრო. 90 აი ხლა მაგ თემას. სანი, რაც გთხოვე ხო, გავალ შებულებაში და ჩამოვალ. ლევან 90-იანში. კარტინგზე უნდა ვიარო და მაგარ- მექანიკის მოთვალწეგლეს. მაგარ გარჩევაში გაჩუმდიშე მოყოლი უძდელო ხარ? გადავხედებულო. მაგარ გარჩევაში 90-იანებში, აი უკვე რო კიჭა თუკა, ხარ რა. დაუწრილ და ხმა ცოტა ნახე და უკაჩა ეთყობა არა, ზომის. არა, ჩვენ ხდებოდით მაგარ სუფრებზე. აჰა. მაგარ სუფრებზე, მაგარ და ბანკეტებზე სიყვარული, და სიბა, ხო. სპორტ მკითხველი. აბა მიდი. კითხვა არ მაქვს. უბრალოდ დიდი მადლობა რომ ბნელი პერიოდი გაგვილამაზა მაგ ხალხმაო და მაგაზე ჩვენს ვლაპარაკობ და დიდი მადლობა ამისთვის. გაიხარე ჩვენ სპორტ ნამდვილად. კითხოს ნამდვილად. ისე მიაყოლა ეს კითხვები, ადრე რო იყო, ხო იცი, ვიბარებ ხელით ბიჭო, იმიტომ რომ დამჩება მე შეჩება. კითხვები ის რომ ამოდიოდა პირველი სერგი წიგრიაში ბიჭო გაჩუმდი, შეჩემისა დავიღალე უკვე რა. და მე და დაანაცვლე. წესიერად დაძეგრო გადმოგიყრი აი და და შორტი არ ჩაიცვა არასდროში. ჯანგალს რომ უგიძახე. რატო არ უნდა ჩაგარი ეს ჩავიცო? არის 1.4 ნახრეთი. სერგი წიგრიაშვილი, ლეგენდარული პასიანსი რომელ წელს და როგორ შეიქმნაო? ხო, ეს არ ვიკითხავ ჩვენ. ეთერში გავიდა 91 წლის 13 აპრილს და თან გვეშინოდა ხო 13 რამე არ დავითარსო და პირიქით ორშაბათი, 13. მაგარი ყოფილა ხო ეხლა რა იყო იცი არ ვიცოდით რაღაცემა რა გამოვიდო რატო ეს ხო ნაყიდი გადაცემა არ არის როგორც დღეს ხო ფრანჩაიზინგით ხო რაღაც ვერ მოიგონეთ რაღაცა. ხო მამუკას ავტორობს უბრალოდ და რაღაცა და არ ვიცოდით როგორი გამოვიდოდა და პირველი 10 გადაცემა მამუკა ტიტრებში არ წერდა თავის თავს აი ზუსტად შემდეგი კითხვაც არის და ბარემ ამას საკითხა მიაბია უკვე ირაკლი ნაკაშიძე წერს მამუკა ღლონტიც საინტერესო სტუმარი იქნებოდა თუ ჩამოვა სიამოვნებით კიჭა ალაპარაკეთ მამუკაზე ბევრი მაგარი პროექტი აქვს ღლონტს გაკეთებულია და აი ხარ ერთის დამთავრე გააგზელი და ესეც მოყევი ეს ამბებიც ხო თავის თავს არ წერდა ტიტრში. ხო ანუ მანამდე ეს არ იცოდა ხო რა რეაქცია ექნებოდა და მე არ მაგინოს მოჩი ხო არა როგორ იყო იცი თან ეხა კარიერა უნდა და ხო ტელევიზიაში გაეგზელებინა აქვია მანამდე იყო მისული კიდე 60 კითხვა თუ რაღაცებს აკეთებდა კი, დევს ესეც. კი ბევრ პროექტებს აკეთებდა ხო და ანუ ეხა ამან თუ არ გაამართლა მე იქ ხო წერი ვარ და ნუ ხო კარიერას გაუფრთხილდა თუ გაამართლა და ჩემი გაკეთებულია თმაო ხო და ისე გაამართლა რომ მე გადიდებული სურათებდა ხო ხო ერთხელ როგორ იყო იცი ერთხელ შევთანხმდით რომ ახმელიაზე არ მოვდივართ და რაღაც თქვა 9 საათზე მოვდივართ ხო, არ ვაგვიანეთ. ხო ეხა ეს ხო არ იყო ბიჭო სამდით ხო ბევრს ნუ ახალგაზრდები ვიყავით ერთი და აბა ჩვენთან კიჭა აბა ყველას უნდა ალეგოთ ეს რაშვიდან და ჩვენთან დაალეგოთ აბა ალეგო ეხლა ხო ხტები და ამიტომ მამუკამ თქვა რომ კაროჩე ესე ვერ ჩავწერ მუში და კაროჩე ახმელიაზე უარი და 9 საათზე ზუსტად მოვდივართო და არცლო 9 საათზე მოვდიოდით ორი დღე გაგრძელდა ეს ამბავი ორი დღე ჰქონდა დისციპლინა ჯარის ხო და მესამე დღეს თვითონ იგვიანებს ვერ გაკაჭა ხო და ყავდა ცისფერი ზაპოროჟეცი ოჰო ხო გახსოვდა მოდიოდა თან რუსთავიდან ყოველდღე რუსთავი კისაკი ხო და ბიჭო არ ჩანს 10-ის ნახევარზე მოვიდა და სადო ხო დავაბრახუნო შენ თვითონ რო გვეუბნები და უცებ ხელები აგვიწია და ხელები აქვს შავი რა აუ ამ ზაპომო შემჭამა ზაპომო რა ბორბლები რაღაცა აროჩე იქ ჩავხედრა ამ ზაპოს დედავატი ამ გამომშვები ამ ნუ კაი ხო დავიწყე ჩავწერეთ მეორე დღეს ჩვენ 9 საათზე ვარ და ჰოპ მამუკა არ არის 10-ის ნახევარი მოდის სადო აიო აროჩე შევე ხელოსანთანაც ყავდა ვერ გაიგეს ვერაფერი ვიტირა კარგი მესამე დღესაც დაიგვიანა და სანო გავიდა გარეთ მოვწეულო ამ დროს ეგ მაქან არ ფუჭდება ხო იცი სანო გავიდა გარეთ ისა მოსაწევი და უცებ შემორბის მოდი რა განახოთ ჩქარავ და გავედით ბიჭო და დიდი ცენტრალური იქიდან გავედით და ვიხედები და ხელებს უსმენს პატრიშეს მაგრამ ვიცი ეგ ისტორია გაემუროს აი პირველივე შიგლი ჯაპასიანს, აი პირველი რო გავიდა უკვე აი ეს როგორ იყო იცი ხალხის სიყვარული. საერთოდ ანუ ებრაელიზმ თქვა გიორგიმ რომ
ძველები ესე იძახიან, რომ 10 გადაცემა უნდა გავიდესო, რომ თელმა საქართველომ ნახოსო და ვა, ხო. 10 არისო პირველივე მხია ხო, მაგრამ სადღაც უკვე მესამე მეოთხედან ხო, ნუ პირველი და ცოტა რთული ხა მეორე დღეს რო ცოტა გასული. ხო, თან რა ფორმატია რა არის ჩვენც აცაბაც ახლა რო უყურებ პირველად ცოტა აცაბაცრა რა. ხო, და სადღაც მეოთხე, მეხუთედან უკვე რო გამოვედი და ტელევიზიაში მიდივარ, ტაქსმა გამიჩერა. მობრძანდით წაგიყვანთ. ვისი უნდა? ნო, ეგ მაგარი შეგრძნება პირველი დღეს. მე დავძაით ბატონებო წაგიყვანთ. ტელევიზიაში არ მიდიხარო. ვაი მე რა დღე გათვლა აი იქიდან წავიდა აი მე მანამდეც ხო ვიყავი ხა მეორე არცაც ვიყავი ეკრანზე რაღაცა და არა აი რუსთავი ვერზე ჩემპიონთა ლიგა რო დაიწყო ხო ვატრია პირველი რეპორტაჟი მიდი ლესე ნო და ლესე ო მაი გადი ლესე მე ჩემპიონთა ლიგა რო დაიწყო ღამე წამოვედი რო თამაშმერი ადამიანის სახში აწამოყანა აგერ ჩემ გვერდზე შაკო აქ გვერდზეა იქ ცხოვრობს შაკო ეროლოა ჩემი გვერდი იქ ხო ჩემს ვაკაცებში შეკრება იქ უნდა მისულიყავი იქ ისე ვიყავი ანერვირებული პირველი თამაშმერი რა 98 წელი რომ აი ჯიხურთან გავჩერდი რაღაც წყალი თუ რაღაც ყიდვა მინდოდა და პატარა ტელევიზორი ხალი იყო და რო დამინახა ვაიმე იმას დაუძახა იქ უყურებდნენ ჩემპიონთა ლიგას შვილთან ერთად ჰქონდა ჯიხური და აი მაშინ მივხვდი და მეორე დღიდან საერთოდ შეიცვალა ის ყველაფერი ხო აი იგივე იყო თქვა პირველად ნიუსის რო დავჯეკი ანუ ისეთი ძალიან მაგრა იმაშებოდა მუშაობდა მაშინ არ იყო რა თან ესეთი დევანდელი თემა არ იყო ხო ხდები რა 1000 შუქი არ არის ის არ არის ხო თან რა ხდება იცი ზიმა რა ხდებოდა უყურე ფოკუსირება უფრო მეტი იყო ტელევიზიასკენ ინტერნეტი არ იყო ნუ არაფერი არ იყო რა ინტერნეტი არ იყო სატელიტი არ იყო არაფერი ანუ უჩართავდი 2-3 არხი იყო და თან მოდიოდა 4 საათი და ჩართავდი და შენიყავი და მაგრამ ხარისხიანს აწვებოდით რა ძალიან კარგი კითხვა გქონდა ორი ოთო ესტებანი გაიხსენოს მისთვის ტოპ ანეკდოტიო ეგეთ რომელი იქნება რა ვიცი არის ეგეთი ტოპ ნუ პრინციპში ეს ყური მიყვარდა ჩემთვის რა ქვია ეგ ყური მაგარი იყო ბინგო ხო და რაც ალბათ არა მე ყურზე უფრო თამაში მომეწონა თვითონ და უნდა დავნერგოთ ჩვენ იუტუბერებს შორის გვალი მაგიდა ბეისბოლის ჯოხით მე ვიქნები მოდი მაშინ მეც დავამატებ აი რაც გადაგიღია იქიდან ტოპი რომელი იყო ანეკდოტი შენთვის თორე ისე ბევრია ძალიან კარგი გადაგიღე ეხლა ხო იქრას კეჩები აი ძმა არა გადაღებით აღარ არა ისი ანეკდოტი კაცო გადაღება გამახსენდა ქორწილს მოუყვები ქორწილი მგონი კარგია ქორწილს მოუყვები ის არის რა ქვია თამადა რა გძელი სუფრაა გასმის ქორწილი ძალიან გძელი სუფრა და თამადა რაღაცა ჟესტების ენით ელაპარაკება იქით ვიღაცა მეორეს აქეთ პატარა ბავშვები ნათესავები ზიან და ეს ბიძაშენი თამადა რეებს ეუნება იქ მოიცა დავაკვირდები და გადაგითარგმნითო ანუ დასაწყისში ესე ანახატებს რა ესე ანახატა იმან არაო მე რაღაცებს ესე ანახატ არაო მე რაღაცა ესეთი ანახატა რა შეუნება ეს ბიძაში რა მივხვდიო თავიდან ვერ იცნო ის ტიპიო რა ვინ შემიხლე ხო და თუ კაცის ფრიდა ხარო კაცის ფრიდა არაო ხალის ფრიდა ხარო არაო აბა მიწაში აუ რა სწავლე იმას გაია ეხა დარწმუნებული ვარ აი ეს შორი და რომ დაინახავს იმას ნოდარ აი რა სწავლე რა ეს იქნება ჩემი საფირმო ჟესტი ლაილაიში ყველა გადასვი ვინ ჩემი და არხილი მადლობა არანაირი მადლობა იმედია მოეწონება ესკობარიო თუ რა ესკობარის იქნება სადღაც შოთიკო ვაშაკიძე კარგად მე მაინც ვკითხულობ პირველად ხედავ ამერს და მაინც ვკითხულობ რომ ეს ის გაიხსენოს პასიანში როსკეჩია ლუც კარგად უპრუწუნებდიო რა ლუდი იყო ასეთი ბინა და მერსედესი რო დაუჯდაო ხო ეს ხო შენ იური რამე არის ეგ არაფერს არ ნიშნავს მოიცე როგორ იყო ეგა აი შენ მაშინ ეს ახარ ეგ ის იყო რა ქვია პახმელიაზე ტიპი მუდის ძალიან ცუდად არის რა საფხულია კდება მიდის და ამას ვიღაცა კაცი რა სოფლიდან ჩამოსული ცივილური აქვს უნდა დალიოს და აუ ძმურად რა და შეხედა აუ ცუდად ახარ შენ ამ ლუც დაუთმოს და ამ ცივილს ჩაარაკრაკებს და გამოსწორდება, დაულაგდება, განათდება.
შენ გაიხარე ბიძა კაცო, მაგარი კაცი ყოფილხარო. ჩაიწერე ჩემი ნომერი გამოგადგები, მე დიდი კაცი ვარო რა, სამსახურებრივად და რა იცი, რაში დაგჭირდება და ჩაიწერო და ნომერს ჩაიწერე. ხო. და მე ერთ დაურეკავს ის გეხი კაცი. ფირუზა ვარ მე კაცო, კომიცანიო. კი, ბატონო ფირუზ, ბატონო გაიგე. გადაარჩინას. ჩემი შვილი რაღაც ინსტიტუტში რომ მომიწევს, ვერსალოვსო რა თქმა უნდა. კი, კაცო მითხარი საად როდის რა, ჩააბარებინათ რა. მე დაურეკა ისა კიდე და შვილი მოეწყო დიდი მადლობა. რამე ხო არ გინდა კიდე კაცო საქმე. ბიჭო, ავტობუსში ვერ ადისო, იქნება ერთი მერსედესი გაგვიკეთო რამე. კაცო რა ფერი გინდა, აგე თეთრი ფერი ჩემსაც დაგითხოვ რა, მერსედესი. ორი წლის მერე კიდე და ფირუზი ვარ მე, ხო ბატონო ფირუზ, კიდე რამე რა გაგჭირებიათ. ხო იცი, მაშინ ბინების დარიგება იყო რა. ხო და არ მოგვიწია რიგბაო ხო რიგითობა იყო და იქნება ჩაასვავთ მე ურიგოთ კაცო აჰა ბინასაც გაიგეთებთ შენი შვილი შევა იქ ისწავლის მერსედესი რა ხო და მე კიდე რაღაცას ხო ზეგე და მე პაგრეშკი მერსედეს პაგრეშკი აცადე მაშინ შენ დამურავებს ეთქვის მერსედესი ზეგ მახსოვს აღარ ხო და მაგასო ცოტა ჭირსო ვერაო რა მე გაიგეთე გოდიში ბატონო სიულუც კარგად არ აკმაყოფილე შენი და ნოდარ ეს მაგრამ აუ რა სწავლე ლევან ეხლა შენ ვიღაცა გაგლახავს გარეთ წამოგწნებ ეგრე და ან ტაქს გაუკრებ ხელს მეტი აღარ არის ტაქს გაუკრებ ხელს და ეტყვი რომ საით მიდიხარო იქ უკან ბრუნდები თუ წენაო იცი რა მაინტერესებს ყველაზე მაგარი ამრევი ვინ იყო თქვენში შენ დერეფანში შევხვდები შენ ანუ ეხლა ცუცარო ხული მოიხოლიგნო ელემენტი არის ვიცით ეხლაც მე მგონი ამერიკაში რა იცი ცელკი იყო ჯინო მაინც პატარა 10 წელი ჩვენზე პატარა იყო და ჯინო ხა кайფობდით ხო მაგ დროზე ამალზე რაღაცეებზე ქუჩაში ხო გაქვს რა კონტესტი რა იდო მანდ ჰა ბიჭო ეს არა მან თუ ვინც კითხულობდა ის ტიპი იყო და ეს კიდე ფასაშორის ის გორში ვარ კონცერტზე და სასტუმროში და მასმინძელი კაი ბიჭი იყო და ისა რა ქვია ბიჭო მოსაწევი მაქვს და ხო არ ისა რა ქვია და მაშინ ვეწევდი როგორ სიგარეტსაც არ ვეძენე ხო და დაიწყო შეკეთი მე შევაკეთე ხო აიღო და რა თითებში 3-4 რო გაიღო ხო და ჩვენ გევარ და რაღაცა ანეკდოტას ხვდები რაღაცა გამხიარულით გაიგე და ეს აკეთებს და შეატყო რომ გამხიარულით და ეს ჩიქ აკეთე ენანება ბიჭო წამოსხმორი სიამოვნები ეს გიჟ რა წამოსხმორი სიამოვნები მასმის უმარ მასმის არა თან წამოსხმორი გესმენიკა წამოსხმორი სიამოვნები ანუ იფიქრა ეს ამათ არაფერს არ უძახს რა ანუ შე პრიატნი დიმა რა იქნება აბა შენ რა იქნებოდი აუ რა სწავლე ლევან შენც რაღაცას გააკეთე ეს არ გამიგეთო თორე სახეს მოგიდე თუ რაღაცა რო შემოვხდა მე ვიტყვი ეს ეხო მოდაშია ეხლა გულს რო ფეხბურთელებს რო აღნიშნავ არა ეს ამარას მოყვა სხვა კონტექსტია ეგ ეხლა რა მაგას მე ვწყვეტ რა არის კონტექსტი ტი ბრასი დალიეთ უკეთესი და რა თქმა უნდა ყველაფერს ქართულს უქომაგე ბიჭო დადე რა დადედეს ლევან სხვათა შორის ნაბახუცებზე ესეც გესიამოვნება უკეთესი გაცალე კაცო გიხო არა რა თქმა უნდა კაცო ხო რა თქმა უნდა რა შეიძლება თუ გინდა ეხლა მე შეგასხავ ესები და გამოიწერეთ ჩვენი არხი თუ მოგწონთ ჩვენი გადაცემები მოგწონს და გვემატება დაგვიგულეთ თუ როგორ არის არ მე ვერ ვამბობ რა მე შეთქვიდი რა დაგვიგულეთ თქვენს გვერდით გვიგულეთ აი მამდიდრეთ ხო ყველა სიტყვა მეც არ ვიცი დასინება რა არის დასინება შახედავენ ჰა დამსინა ბოსმაო თუ ბოზმაო თუ რა სულ რა წავიდა ბიბლიოთეკაში დასინო არის რომ ნახავ და რომ დაიკიდება და აღარაფერს არ დაუწერ აი ნახავ და რომ დაიკიდე რა დასინვა სოციალურ ქსელებზე რა სიტყვი ისე მოგწონს თემანდელი მდგომარეობა სოციალურ ქსელი ნუ ეს რაღაცა ჭირდება რა არის მაგს ხო და სხვათა შორის პირველად ნუ ეს დავარქვა სიკეთე თუ რა დავარქვა როგორ ვიგზენს ჩემი უფროსი ბიჭი ავარებდა გპ-ში აქა და გამოსწრები იყო რომ გამოვიდა ჩააბარა და ეგრევე დავწერე რომ ნიკამ ჩააბარა აიღო და გატყვე ერთი ამბავი ესაება უცებ გაიგე და როგორ გამოიყენებ ხო რა მაგარი რამეა გაიგე კაია როგორ გამოიყენებ ისე თქვენ დროს რო ყოფილი მე 2014-ში გავაუქმე
თუ რაღაცა ისეთი თემა იყო, რაც მიდე ხემის გახსენება რა, რაღაცა რუსეთი, რაღაც თვითმფრინავი ჩამოვარდა, მე იყო აგინე, იქ რაღაცა აქ შეომივარდე და რატო აგინე რაღაცა და გავხსენ და ის რა ბედნიერად თავად 11 წელია დო. აი თავი მარტო ინსტაგრამი აქვს რა. შენ ამ ყალეობა შეიძლება რა არ თქვა ეხა ბოდიში. შენ იცი რატო გავუქმე? კაი დაცი რა აკჭის მართლა თო გავა. ცოტა გონზე მოდი. აი იცი რა მინუსია აქვს, რომ კლავიატურის ლომები ხო წამოვიდა ეს ტერმინი და მართლა ისე რომ ანუ შენთან შეიძლება ახლა რაღაც თქვა იმ თვითურინავზე ვიკამათეთ ლაივში სხვანაირი კამათი იქნებოდა. იქ რასაც უნდა რომ დაწერს ტიპი, რასაც უნდა რომ უპასუხო. ეგ არის ზუსტად. მაგას არ უნდა შეხვიდე. მე ძალიან მომწონს ეს ჩემი შვილის თაობა, იმას პატარების ახალგაზრდა თაობა ძალიან, მაგრამ არ არსებობს მე რო ადამიანს რო მარტო სოციალით იმაში რომ ჯგუფში მიულოცო დაბადების დღე. მე ურეკავ. მირჩევნია რომ პირადად დაველაპარაკო და უთხრა ეგ თა მე რა საეკლესიო დღესწავლები რო არის და ბოდი შეგ არავის არ ეწყინოს ყველას თავის ისა სენდოლ რო არის ხო ის ყველასთან გაგზავნა იყავი ოჯახით კარგად ყველას ერთ ტექსტრომი და ზოგ შეიძლება ის ოჯახი აღარ ხავს ბიჭო რო უგზავნი არა მოდის ეს ყველა ნომერზე რა გონიშმა 200 კაც გაუგზავნი ერთ და ეგ არ არის ეხა ჩემთვის ისეთ თემა არ მე არ მომწონს ვაუ ეხა ვინც გინდა ვინც რა გინდა ის თქვას მიყვარს ადამიანი პატივისცემ და მახსოვს რაღაცები და ვიცი დაურეკავ რა ამ პირად თუ არა იღო მივწერ პირადად და ვიტყვი რომ გირეკავ შეჭება და ხო ეხლა აღარ არის და ადრე ხო იყო ხოლმე კორპუსში ერთი კაცი რომ თურალი აფრენდა და ღამე რომ მოვიდო და მეზობლებო გამოდით და დართვალოთ ხო და ეხლა გააგზავნის რა ხო გეიგე და დათვლის გააგზავნის აქ წავდი თქვენი შეუსწავლო ისე თქვენ დროს რო ყოფილიყო სოციალური ქსელი რა იდეებს საწყი ხალხო ეხა ეს თქვენ დროს რო ყოფილიყო ლევან სოციალური ქსელი ხა პასიასის დროს ჯერ აღარ გიდოდათ ეხა ამდენი ის რა ისედაც პოპულარულები იყავით მაგრამ კიდე ხო დამატებით ხო აი მაშინ დავხურავდი ალბათ იმიტომ რომ ვერ გაუძლებდი არა მე ერთ რამეს ვიძახი რა ეხა შეიძლება ჩვენ ვაყურებელი ყავს რა ბიჭო ეს შენ შიქ ხო არა გაქვს მართლა სერიოზულად შენ რაღაცა რო ამბობ მე რო ამბობ მოიცა გამოდია მიმის ლუი დე ფინესის დამოვიდა ლუი დე ფინესი იყო თო ვაფშე არ მიდა ლუი დე ფინესი რო იყო ვაფშე არ მიდა მე რა პარი იქნები და იმით ეხლა არ დამავიწყდეს ისა ნოდარი მკითხა 90-იანებში რაღაც რაზბორში მოხდიო რაზბორში არა მაგრამ დაახლოებით რაღაც ისეთ სიტუაციაში მოვხდი მოვყვები ხლა მოგვიტაცეს ყველა კუჩიდან მოგვიტაცეს არა მე ლევან ჩიკვაიძე და ჯაბა ვარ და ვაკეში ის რო ქვია წვანა ის რო იყო ველი ხო მან ხო ის იყო სოკო და რაღაც სასადილო და მათ როგორ მოდი იარაღებით მოვიდა და რა მე ხო და გითხრა მივდივარ კუჩაში და ხედა სპორტული აღნაგობის კაცი დგას ცოტა ნასომია ოდნავ ქანობს და ოპ დაგვინახა პასიანსი თქვენ გაიხარეთ ჩემი ოჯახის სტუმრები ეხლა ერთი ჭიქა რო არ დავლიო მოგვიტაცეს მეთქე ვიღაცა გაიხარა ხო და ეხლა რო არ დავლიოთო და არა რაღაცა და ბიჭო სპორტსმენი ჩაგვალო ხედი და აქ ფიშტო უჩა შენ მოტაცებული რა გინდა ქნა და შევერეთ ეხლა რა მოდითო თქვენ გენაცვალ თქვენი ჭირიმეთ რა დავჯექით მაგ მარტო ჩვენზი ვართ არავინ შუადღეა მოდით ეხლა ცივი შამპანიური ერთი უცებ ჩვენ გადაღაცია მაგვაქვს რაღაცას ვიგონებ და ეხლა უცებ გაგიშვებთო ნუ ლიუდა ეხლა გაგიშვებთო თქვენ რას ამბობთო ყოველ 4 შაბათს და პარასკევსო ლიუდა 4 შაბათს თქვენ რო საქმეს არ მოდის ეს ლიუდა არ მოდის აიღო ეს მოდი მაგას ხა და გილზები გვეყრება თავზე ბიჭო ხმასაც ვერ იღებთ და გავხედე და ლიუდა მორბის 3 ბოთლი შამპანიური უჭირავს კანკალეს დადო და გაიქცა და ჩვენ ხო გული ცალკე გავისკდა და მე და ჩიკვე ვეტაკეთ ჩვენ ამ შამპანიურს და ხსნით რომ მალე არა რომ ხო და ეს რკინის ის მოხსნა ჩიკვაიძე მე მოკიდა პლასმაზე და გავსაზა აბაბაბა ეტაკა და წავართვა ეს შამპანი რას აკეთებ მე ხმაური არ მიყვარს
აიღო ეს და გადაჭრეს. გადაჭრა და ჩუმად დაიწყო. ხმაური არ მიყვა. დასრული აერში რო აქტი. ხმაური არ როგორ დასრულდა მე? რა არის ეს და დაიშალე. არა როგორ და მოკლეს სამი. დახურით. როგორი ავაჭრებიათ. არა როგორ შეგელიათ. შენ უნდა გეკითხა ლუდასთვის როგორ დასრულდა თქო, ეგ უნდა გეკითხა. ლუდასთვის არაფერი არ დასრულებულა ყოველდღიურად. ან მოკლეს ან ოი, რა პრობლემაა საერთოდ. შედი ჟანრის არის, ხედავ? ეხა მაგას პისტოლეტიც ჰქონდა, შამპანიურიც ჰქონდა, ლუდას გადარჩა. ჯიბეში ლუდა ვერ გადარჩებოდა ვერცეთ პოლში გამორიცხულია. მე მგონი შენ რო გახვალ ვერ გადარჩები. ლევან, რომელი სიმღერა გევასება თქვენი ყველაზე მეტად? პასიანსის. სუპირველი. მერვე კლასელო? არა, სუპირველი არის. რომელი იყო ეგ გამოსცენი? ტელეფონო? არა. აუ რა ერქვა მაგას. ერევანში წახველი. მაიცაბა. რა. როგორ იყო? აი. ისე მერაბკაშიას ალბომი თქვენ გააპიარეთ. მე ხო ეგ ხო მერაბკაშიასი იყო. რომელი? ეგ სიმღერები მერვე კლასელო. არა, მერვე კლასელო. მე მგონი არის ქუთაისელის. დაწერილია. იმ პერიოდში ყველგან ეგ იყო. აი საერთოდ ეგ იყოს. არაფერი მამუკა წავიდა და რამოდენიმე კასეტა იყიდა ბაზრობაზე იქიდან მოიტანა რომ ეს გვინდოდა რომ პაროდიული გაგვეკეთებინა ფანოღურ სიმღერაზე. და რომელი პროსე კასეტები იყიდა წამოიღო და ავარჩი. ვერ ვიპოვე ეგა. კაი, აი, ავიპოვე. ეს ის არის ზიტა და გიტა. და. რატო არ უკრავს? აი, რაც გინდა ის ჩართი. პრინციპში. ჩართე რა მერვე კლასელო. შენ რაზეც 3 წუთი აუ, მოიცა სიმღერაზე იმას მოგიყვებით, მოიცა. ამბავს მოგიყვებით. რა ხდება? აი. ერთ ამბავს მოგიყვებით, ჩაუწიე. დიმას სათხე ქცელოა. ნია. თვალები. შეხვედრე მედეს? უცუცას რა გრიმბები აქვს. ხო, მოყევი? სპორტის სასახლეში ვარ თუ ცირკის შენობაში ჩატარდა, ცირკში მე მგონი. ხო, ცირკში ქონდა პირველი ეროვნული, ანუ პირველი საახალწლო ზღაპარი თუ რაღაცა დავდგით ცირკში. თემურა ჩვენი ახლობელი იყო დირექტორის წონებული და ისა რა ქვია და ჩვენ გავაკეთეთ რა. ხო, ოღონდ მაშინ ვიყავით თეატრი მოდინახეს ეგიდით ვიყავით? აღარ მახსოვს. კონდო პასიანსი იყავით. არა, უყურე, ხო, ისა რა ქვია. პირველი კონცერტი ჩავატარეთ თეატრის ეგიდით, მაგრამ მერე პასიანსის ეგიდითაც ჩავატარეთ კონცერტი შემდეგ წელს. და ბოლოს ვამთავრებდით მერვე კლასელოთი ვამთავრებდა. მერვე კლასელოს წინ ქონდა თურქი მომღერალი რო აიმენ შეგედემ. ხო და ჯინო მომღეროდა აიმენ შეგედემ. გაიგე? ხო და დაიწყო ეს იმერა და ხო ესეთი ისა ტაშის აიმენ შეგედემ და ჩვენ მაყურებელთან ტაშს მოუწოდებს ჯინო გავიდა ესე აიმენ შეგედემ და უცებ ზაბვა დაეცა. რა თქმა უნდა 90-იან წლებში დაეცემოდა. ზაბვა დაეცა. და აინენ შეგედე და ჯინო ხა ხوار გაწყვიტავდა რა და ესეც ვიდეო სპეციალურად ხოლმე ჩვენც ეს ვაკეთებდით წაღო ნიჭი ძმაო ნიჭი მაგას ვამბობ ზუსტად ის სპორტ სასახლეში დამყოფი ვარ თქვენ კონცერტებში ძალიან ბევრი ხო აუ საახალწლო ხო და გითხრა ახლა ერთი ცირკი მოხდა ქვია მე ხო ჩამოდიოდა ნაძვის ხე ბოლოში და ვავა ბავშვებო ჩამოდით ვიცეკოთ ეს ტრადიციულად წრეში და ნუ სურათების გადაღება და რაღაცა და რაღაც კლიპის გადაღებაზე ვართ ნაყინის რეკლამას ვიღებთ თუ რაღაცა და იბერიაში ვიყავი მაშინ და ისა რა ქვია მე მითხრეს რომ დაჯექი სტოიკასთან და გოგო ვითომ ნაყინს გისხავსო რა და ეს გოგო ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა გოგო სიმპათიური ჯამთელი კერდით ისეთი რაღაცა და დავჯექით ახლა სანამ დაიწყება ისა და ой ბატონო ლევანდო მე თქვენთან ფოტომა გადაღებულიო და რა ფოტო ხო მე ძალიან სასიამოვნოა სვათაშორის აქამა გაჩვენებ თუ ვაი მე მაჩვენე გოგონი რა ფოტო გაგდა ჩაყო ხელი ჩანთაში და ამოიღო ფოტო მე მაცია სანტა კლაუსის თორეს გოგო მიჭირა თვეების ხო და მე კიდე ბიჭო მეთქი რა ფოტო აბა ტრები გავიდა ხო ეგრე გაუწდა ესეც მე რო ვადახე ჩემთან გადაღებული ფოტო დინამოს სტადიონზე ქაოსი არა ეს არის აი ეს რაღაცა მინდა რა გინდა მოდი ავაწყოთ ეხლა პოპურია აი ეს არის პირველი ეს სიმღერა
გოგიტა მეცხოვრში მაგადაეო საწყალმა. გოგიტა, აბა. ეს გადაღებულია 31 დეკემბერს. სასწაული. ახალი წუთი. კოსტუმები, დიჟენიები, ნახე. და ვიყინებით. აბა აი, იქნებოდა მინდა 5 ეხლა იგი. ხო, მაგაზე სპეციალურად რაღაც შეგეკითხე. დენდენით. ხო, და ეგ ენთუზიაზმი აღარ არის თქო მაგას გეუბნები დამწყებებში. ეხლა შევყონოს. ალეგონას. აბა, ჩემი არ შეხედე. აქ იყინებოდა ეს. გახდილია. დეკემბერია და ეს არის პირველი სტუდია, ხო ასე ხარ? ო, იგი ბეტონი იმაზე. ბეტონი. და ამას უყურებდი ჯადოსნურ ფერებში. გვეგონა რომ აი ყველაფერი. და ძალიან მაგარია ეს. შეუნდა ყოფილიყავი. ეს შეიძლება რომ გაჩვენოთ კადრი ცოტა თუ დაგვიტერენო. მე მგონი არ დაბლოკავს. არ მგონია. ეს ვინ გავდა მე ეს? ხონტი ეუბნეო და? ხო, გლონტი და მეცხოვრიშვილი იყვნენ მაღლა და აბა. არა, თან ეხა უყურე, კაი ამას ვინად ხო ვერ უყურებ. 90 არა, თან იცი რა, ნოდარ ეხა უყურებ და აი უსერიოზულესი არც გაეცინება ტიპებს არაფერი, როლში შესრულები, პროფესიონალად აკეთებდნენ. თან იმიტომ რომ თეატრის გამოცდილებაც ქონდა თქვენ იცი რა, მე მაგალითად არ ვიცი. YouTube-ზე და იმას და აი სად დაბრუნდა რა, მაგით ჩემს ვერ მოგცემ, მაგრამ ერთ რაღაცას ნახდათ ვისურვებდი, რომ ვისაც ვიღაცებს ასწავლოთ. ხო, და მივიდეს ვიღაცაც არა, მივიდეს რა, თუ იტყვის, მოდითო შეიძლება მივიდე კიდევაც, მე რა ვიცი რა. და ეგრე. კარგი იქნებოდა რა, რომ გააკეთო, კაი. ჩვენ ახლა რა ვიცი, თუ ნახევარზე მეტი ცხოვრება გავლილი გაქვს მაო. ესეა სამწუხაროდ უკვე გავიდა. თუმცა გუშინდელი დღეს ავით მახსოვს ყველაფერი და საერთოდ არ გზნობრო, ახლა შენ 60-ის გადააბიჯე, მე 58-ის ხდები, ანუ ერთი თაობა არის რა. საერთოდ ვერ გზნობ მაგას, უბრალოდ ციფრებია, 50-ს რო გახდი რა, აი გზენიო რა. აი ვიცი, ვეთქაი გავიგვიდი. რა იგზენი ისეთი ხარ მე. არა, ვეტყვი თუ რაც უთხარი მას ვერ ვიტყვი. ხო და მეც აი, გავშალოთ ახლა კრისტალბეთ ეროვნული ლიგა ფეხბურთში, იბერიას წარმატებები დღეს არის. ჩვენ ეს რო გავა უკვე გვეცოდინება, რამდენი ქართული გუნდი გავა შემდეგ ეტაპზე ლევან. ხვალ არის უკვე ტორპედო. რამდენი 4-დან? 2, 1, 3 იყოს. 3. წარმატებები უკო მაგეთ ქართულს ყველაფერ სენიორებო, იგრები ხარ. კარგი, გადავინაცვლოთ ახლა ჩვენს ეგდე რა ხჭის ტუალეტში გინდა? არ მინდა ჩავიცაფრდე. წადი მოხს. აუ რატო ასწავლე? აი, ჯიგარი ხალე მარტო, ამიტომ იღირდა მარტო ეს გადაცემა რა. წავედით. მიდი, დავიწყეთ ახლა, ნახოთ აბა. მაგი ჩონგბურთ ხო? ხო. მოგრეთ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონატი მინი მაგიდის ჩოგბურთში, რომლის ნუ აშკარა აუთსაიდერი და მუდმივი დამარცხებული გახლავთ ნოდარ სიმსივე. და მაგის ტყვების გამო ეხლა მოუგებ დღეს ლევონს და ვის ჩაგრებს მოუგებ? წააგებ. ამას ვერ მოუგებ, ბიჭო. გამორეც მე გეუბნები რომ ვერ მოუგებ. მე დავამონტაჟებ როგორც მე გამისწორდება მე რა. ვინც უყურებ ამას იცოდე, ვინც ითხოვს. პასიანსი ნო სისტინავდეკ. ნოსიში. ვინ არის არ ვიციოთ? ეხა როგორც ნაპადაჩ როგორ არის ქართულად მოსაწოდებლად ჩავაგდოთ. შენ ჩაკვრებზე თუ წააგე, ლევანმა თუ წააგო, შენ ჩაკვრები უნდა გაკეთდეს შემდეგ ეპიზოდში. ეგ არის ჩალენჯი. იწყებს სიმსივე. დაუშვათ მას. 2-2 წავიდა. 1-0 ლელაშვილი. 1-1 ეს ჩაარდა ეხა ქურთული რა, მიდი, ეხა შენ. 2-1 ლელაშვილი პასიანსი დაწინაურდა რამპატამ. მიდი ლე უხში. რახტი შეჩემისა რა ფეხზიადეკი. რანაირად ჩაგდები, თორე აქეთ იქეთ თუ შენი. იურის ჩაკვრები ახლოვდება, მოიце ხე ჩემია. 2-2. ბადე იყო თავიდან? ბადე არა, ატამი იყო. ბადე იყო თავიდან თქო გეუბნები. ბადე რანაირად. ბადით გადავიდა, ძმაო. 2-2-ია. დავიდა. ბიჭო, რა ბურთი ჩააგდო ამის? 4 და ყველა ბურთი და იმა მოემზადე. ეხა ყველა ბურთი დაიჭირე. ერთი ქულა და წააგებ, ხო? 10-მდე გინდა? გინდა 10-მდე? 11-მდე როგორც არის? მიდი, დავაი, ბოლომდე მიაწექი. მიდი, მიაწექი. მიდი, 4. გრძელი ჯობია. და ბეისბოლის ბიტა. რა არის? სასაბავშვო ბაღი. 5-2 დო. მიდი. იმას თიულურის ჩაკვრები.
ქორეოგრაფიული ანსამბლი წარბები 6 დღეს გახდა სეკრეტერი, ეს შემისა ესა რა. ყველაფერი ჩააგდო რა. მე შენ ადგილას ეხა ქვემოთ ჩავაგდები, ბურთა რო ჩაეწევა და მუშს დავანახებდი. ბუდი. მომესი ლუკა. 7-2 მე მაქვს. აი, ლევან შენია. აბა ბიჭო. არის 8-3. 7-3. ეს ორად არითულება? რა ვიცი, მაშინ იმასაც ორად უნდა ჩაუთვალოთ, ორი ეგეთ ჩაიგდო. რა 7-3? 8-2, 8-3, მიდი. ხელი გაშაშებული დაყენებულია გუყურე. აქედან ვერ უბერა, ხო? 9 მიეცი ჩემისას. ახლა ორი ჩავაწოდე. მოდი ეს ბურთი. მე ხა მოგეხმარები შენ. გატყლებოდა ისე სურტყავშე გაგებოდა. ავიდა. თიულურის ჩაკრების შენი სურვილი სრულდება. მიდი. აი ხთ შენ გამოწა. არა. სკამი არის მოედა 10 11-მდე. ხო, თებიდი ბოლოა, შენი ის არის. 11-მდეა, კიდევ გვაქვს შანსი. 11-3-ია. ეგ არის. და ასრულდა ნება იმ ოქროს კაცსა. არის, ლევან, რა. ოქროს ადამიანისა, ვისაც დილას თიულური ჩაკრები უნდა და მე მოვითხო შემდეგ ეპიზოდში. უილდონი როგორ დამთავრდა ეს? არა, ხო, გასაგები ახლა ძლიერებიც აგებენ ხანდახან არისო ფორმაში, რა სიცხე რაღაცა. მე ნადალი ვარ ზოგადად. შინაგან. აიცა ეწამი. ვერ აიხტინა ეს ოცნება ბავში და თავის ბავში თავის შვილი ბავში 28 წლის ბავში. მოიცა გადავცით ახლა. მადლობა, დავძაბდი, მიხვი. ხო, ეხლა რა უნდა გადავცი? რა და ის ორსართულიანი სახე ლევან. რა უნდა გადავცი? უი. ზღვის ხედით იმაში. ეს შეიყავი შენ კაცო. ეს შენ ჩვენგან საჩუქრად და ნაბახუსევზე ხარ და ჩაარაკრაკებ. ძალიან კარგია. მადლობა. მოკლედ ხალხო, მადლობა საიმეს, თქმა მოვუხადოთ. გაუცილებლად. და იმას ჩვენ. მადლობა საიმეს. მადლობა ნიკორას. მადლობა შენ ლევან პირველ რიგში ჩემო მადლობა ძმაო. კრისტალბეტს რომ მოხვედი ჩვენთან. და ირლანდიურ ბარს. დიახ. საფრთხე. ყველაფერი თქვა პრინციპში ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ ჯაგემშვიდობოთ. ვერ გამაქვს. ლევან, მადლობა, დიდი მადლობა, წარმატებები, ჯანმრთელობა შენ და რა ვიცი, მართლა ერთ-ერთი ჩვენი მაყურებლის წერილით დავასრულებ. არაფერი კითხვა არ მაქვს, მადლობა რომ ის წლები გაგვიამაზებთო და მართლა ესეა ჩვენს ამას ვეთანხმებით, წავედით კიდევ მომავალ პარასკევს შევხვდებით ერთმანეთს. აბა ჰე და აბა ხო. აბა ჰე.